ქუთაისში პატრიარქის ნათლულებმა ილია მეორის ხსოვნის უკდავ საყოფად თეთრი ბუშტები გაუშვეს. ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით ქუთაისში მისი ნათლულებისა და მათი მშობლების ორგანიზებით მსვლელობა მოეწყო. მსვლელობა თეთრი ვარდებით, თეთრი ბუშტებითა და სანთლებით ქალაქის ცენტრალური მოედნიდან დაიწყო და ბაგრატის ტაძრამდე გაგრძელდა. მსვლელობისას მონაწილეები დროებით შეჩერდნენ ჯაჭვის ხიდზე, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პატრიარქის ხსოვნას. დუმილის შემდეგ ბავშვებმა ცაში თეთრი ბუშტები გაუშვეს, რის შემდეგადაც მსვლელობა ბაგრატის ტაძრისკენ გაგრძელდა. ტაძარში მისულ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა პატივი მიეგო ილია მეორის ხსოვნისათვის. ტაძრის ეზოში მოწყობილი იყო მონიტორი, სადაც შეკრებილები თვალსადავნებდნენ დაკრძალვის ცერემონიის პირდაპირ ტრანსლაციას. ბაგრატის ტაძრის ეზოდან პატრიარქის გამოსვენების დროს თეთრი ბუშტები და მტრედები გაუშვეს. დღევანდელი დღე არის უმძიმესი დღე. ჩვენი პატრიარქი ნახევარი საუკუნის მოღვაწეობის შემდეგ ისეთი რამ დატოვა საფუძვლად ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომ წარუშლელი პირიქით დაახლოვა ახალგაზრდობა, მომავალი თაობა, ეს ნათლულობა მისგან წამოსული, ეს ტალღა ჩვენი ქვეყნის სასიკეთოთ არის მომართული, ჩვენი თაობის სასიკეთოთ არის მომართული და აი შორიდან უძღვნი მადლობას მე იქ ვერ მივედი, ვერ მივაგე პატივი ჩვენს პატრიარქს, მაგრამ დიდი გულის ტკივილით განვიცდი ამას და ძალიან გული მტკივა ნათელში ამყოფოს ღმერთმა და ჩვენი ქართველი ერის სადიდებად ზეციდანაც გვიხემძღვანელოს თავისი ნიჭიერი და თავისი ჭერმეტყველი აზრითა და გონებით. ძალიან ვხელავთ. მართლაც ჩვენს უწმინდეს ვაცილებთ. მისი ნათლულია ბოლო ნათლობის, რომელიც ჩატარდა 23 ნოემბერს. ჩვენ ვართ 6 თვის და მოვედით ჩვენი ნათლიას რომ პატივი მივაგოთ. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის. მე პირადად მაქვს განცდა, რა თქმა უნდა, გულის ტკივილი, რომ წავიდა ჩვენი პატრიარქი, მაგრამ სიხარულიც მაქვს, რომ ამდენ ხალხს ვხედავ ერთად და ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ იმ ქვეყნად მოზეიმე საქართველოდან ფარველი ანგელოზი მიემატა ჩვენ ქვეყანას და არა მაქვს ის განცდა, რომ რაღაცა მიტოვებულის და რაღაც დასრულდა. პირიქით გაგრძელების იმედით და სიხარულის იმედით მაქვს, რომ დაგლოცავს პატრიარქს და არასდროს არ მიგვატოვებს. ჩვენი პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი წავიდა ამ ქვეყნიდან, დატოვა დიდი სიყვარული, დიდი სითბო, პატივისცემა, განსაკუთრებით ბავშვებს, როგორ ნათლული არის ერთ-ერთი შვილიშვილი ჩემი და რა ვიცი, ემოცია მემატება ძალიან და მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. ვიყავი გუშინ წასული 13 საათი ვიდექი რიგში, რომ პატრიარქის სამძიმარი მიიღო და მართლაც შვილებს ვიცავ, რომ ტირი ვარ, მის მერე იმდენად საუკეთესო იყო. ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდების სამების საკათედრო ტაძარში 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად რეგიონებიდან თბილისში უფასო ტრანსპორტით წასულიყვნენ. ქუთაისიდან ადგილობრივები პატრიარქის პანაშვიდზე 21 მარტს გაემგზავრდნენ. მოქალაქეები ავტობუსებით დედაქალაქის მიმართულებით ცენტრალური მოედნიდან და ტორპედოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 საათზე გავიდნენ. დღეს არის ძალიან ტკივილიანი დღე და ამავდროულად ძალიან ამაღლებული. ამაღლებული, იმიტომ რომ ასრულდა როგორც იქნა ჩვენი პატრიარქის ნატურა, გაერთიანებული საქართველო. ასეთი გაერთიანებული ბოლოს როდის იყო საქართველო? მე პირადად არ მახსოვს და არც ცოტა ასაკის არა ვარ. მეორე მხრივ ძალიან ტკივნეული, რომ ასეთ პიროვნებას, ასეთ უდიდეს პიროვნებას, ღვაწლმოსის, ნიჭიერს, უსაზღვროდ განათლებულს ემშვიდობება საქართველო და ვემშვიდობები მეც მათ შორის. მე ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა ხანგრძლივი ემიგრაციიდან დავბრუნდი და ამ დღეს აქ ვარ, რომ წარმოვიდგენდი ეს დღეები, რაც პატრიარქი გარდაიცვალა, რომ ამ დღეს აქ არ ყოფილიყავი, გული კი არ დამწყდებოდა. შეიძლება ნერვიულობით მომკვდარიყავი, იმიტომ რომ უდიდეს პატივს ვცემდი, უდიდეს. რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე არის როგორც მწუხრით, ასევე სიხარულითაც აღბეჭდილი, იმიტომ რომ ალბათ საუკუნეში ერთხელ ხდება ხოლმე ასეთი მოვლენა. ჩვენ არ ვიყავით თანამედროვე და მომსწრე, როდესაც ილია მართალი ჭავჭავაძე იმ ქვეყნიურ გზას დაადგა და ალბათ თუ კი ფოტომასალიდან გავიხსენებთ, ალბათ რაღაც ანალოგიური ხდება დღეს საქართველოში და უფრო მეტიც. და
უწმინდესმა მაინც ნაწილობრივ მოახერხა მისი სურვილის ასრულება, როდესაც ისურვა, რომ მთელი საქართველო ერთად შეკრებილი ეხილა. ეს არ მოხდა გეოგრაფიულად ასე, მაგრამ მთელი ქართველი ერი გააერთიანა. დღეს მთელი საქართველო გლოვობს, თუმცა ამავდროულად ჩვენ ვართ სიხარულით აღსავსენი, რადგან ზეციური საქართველოდან კიდევ ერთი მფარველი ანგელოზი გვეყოლება. ეს იყო ჩვენი წინამძღოლი მამა, საქართველოს მამა, ასე პირდაპირ თქვა ეს ჩვენ. არ არის ესე ისე სხვანაირი კუთხით საუბრო თემა. ეს არის მამა ჩვენი სრულიად საქართველოს და დასათელი კაცობრიობის პირდაპირ რო თქვა, პირდაპირ გაგებით. კაცობრიობის მამა იყო ეს. 50 წელი ფაქტიურად მართავდა კი არა სამსახურში იყო მთელი ხალხის სამსახურში, ქვეყნის სამსახურში, ჩვენ სამსახურში, ჩვენი გადარჩენისთვის ილოცა იმ ადამიანმა. გვიყვარდა პატრიარქი და მივდივარ მთელი ოჯახი, ხუთი შვილი მყავს. გელათიდან. მეტი რა ვიცი რა უნდა გითხრა. მთელი ქვეყნის გადამჩენელი რა და იმედი არის უფრო მეტად დაგვეხმარება ზეციდან. წამს დაწმენა გვაქვს. ილია მეორის სახით ნამდვილად სულიერი მამა დაკარგა ჩვენმა ერმა. ძალიან დიდი პიროვნება დავკარგეთ და იმედი მაქვს, რომ ერის გაერთიანება მოყვება ამ ყველაფერს და ჩვენ მოვეგებით გონს და შევასრულებთ იმ ქადაგებებს, იმ მოწოდებებს, რასაც მუდმივად მოგვიწოდებდა და ასევე ძალიან დიდი რწმენა მაქვს იმისა, რომ აი იქედან უფრო მეტად დაგვიცავს და დაგვიფარავს ჩვენი პატრიარქი. სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა და რა თქმა უნდა ასეც იქნება და იყოს ნება უფლისა და ნება ჩვენი პატრიარქისა, როგორიც მას უნდა და ყოფილიყო თავისი ერი, ისეთი გამხდარ იყოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი მთლიანად. მე რას ვიწყეცი ქართველ ხალხს ილია მეორი არ დაუკარგავს. ის რომ მათთან იქნება და ჩვენთან იქნება. ჩვენ პატიმედი ყოველთვის გვაქვს და ჩვენთან იქნება ეს. მეც ვერაფერს. ეგეც გვაწყო არ დაუკარგავს. ქართველი ჩვენთან არის. ეს და უნეტარესი ჩვენთვის უნეტარესი იყო, მლოცველი იყო, მფარველი იყო, სულიერი მამა, სულიერი სიმდიდრე. ძალიან გულიმტკივა, ვერ აგწერ და ორიოდე სიტყვით ვიტყვი. აი ამ ტაძარში როდესაც მოვიდა 1904 ტაძარში კი რა, ვასხუშვილის თეატრში 1994 წელი იყო. უბედნიერესი ვიყავი მაშინ, რადგან უფალმა მთხოვა, რომ ბაგრატის ტაძარი ნანგრევად იშლება და მეგონე ჩვენ დაგვეხმარა შეგვიძლია მეორე დღეს საქართველოს პატრიარქი ჩამოვძანდა. მთელი ხალხი შევიდა ამ ტაძარში და როდესაც დიდი თანხა პირველმა მეგარიღემ საქართველოს მასშტაბით ეთერი ხაჭაპურიძემ, მაშინ უწმინდესი და უნეტარესი ტკბილი ნარნარი ხმა სამო გავიგონე და მიბრუნდი თავდახრილი ვიდექი ჩამეხუდა მადლობთ გოგონა. ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი წუთები ასე მცხეთაშიდაც და სხვადასხვა ნათელი სანთელი ის გზას მიმოვას დაულოცავ ჩვენი საქართველო აქ არის აქ ქუთაისში კი რა საქართველოა იქ თბილისში რომ ჩავდივარ მე არ მეგონა თუ აი ამდენი ხალხი კიდევ იყო დარჩენილი საქართველოდან საქართველოს ფარგლებს გარედან ისინიც ილოცებიან იქ და ტირიან ცრემლები ვევედრები უფალს შენ წაიყვანე უფალო შენ დაუმკვიდრე მასას ნათელი სასუფეველი და ჩვენ მშვიდობა მოგვეცი შემდეგ ის ჩვენ მარად იქნება ჩვენს გულში და დალოცული იქნება საქართველო. ნამდვილად ძალიან მძიმე დღეები არის აი ეს დღეები. ასეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ ყველას ჩვენი ოჯახის წევრი გარდაგვეცვალა. ჩვენი პატრიარქი და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან რთული თითოეული ჩვენგანისთვის. პატრიარქმა მართლაც ეპოქა შექმნა აღორძინა ტაძრები 40-მდე ტაძარი იყო სულ ესე მოვისმინე იმ პერიოდში და ეხლა უკვე რამდენი არის ასევე ბუდამსახურება შემოიტანა განათლება ძალიან ბევრი საღვთისმეტყველო ლიტერატურა არის დაბეჭდილი ამ პერიოდში და ესე რომ ვთქვათ თავისი წყემსი კეთილის დანიშნულება პატრიარქმა ნამდვილად შეასრულა და უფლის წინაშე იგი ვალმუხტილი გაზაფხულს მიულოცავ მთელ საქართველოს მშვიდობიან მარხვას ვსურვებ და ბედნიერ აღდგომას დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და ამ დღეებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა შეიძლება ცოტა არ განუმეორდე და განსხვავებული ვიყო მე მინდა პატრიარქის დანაბარები გავიმეორო დარც ნუ მიეცემით უფალი თქვენს გვერდით არის
ყველა დაბრკოლების გადასალახავად ის თქვენ დაგეხმარებათ. ასე რომ ღმერთმა შეუნდოს ყველას თუ რამ ცოდვა გქონდა და დაუმკვიდროს სასუფეველი ეს დღე ხვალინდელი ზეიმად უნდა იქცეს საქართველოსთვის და აღმავლობა უნდა დაიწყოს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერის სულიერი მამა გუშინ 22 მარტს თავისი სურვილისამებრ სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად 1977 წელს აირჩიეს. თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში 40 დღის განმავლობაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. ინფორმაციაში ასევე მითითებულია თუ როდის შეძლებენ მოქალაქეები პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგებას. მათი ცნობით, სასულიერო პირების მიერ პანაშვიდი 11 საათიდან 16 საათამდე და 18 საათიდან 22 საათამდე განუწყვეტლივ აღევლინება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით დღეიდან ყოველ დღე 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით. მორწმუნე მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება შეიძლება ყოველ დღე დილის 8 საათიდან საღამოს 22 საათამდე. ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება. ამის გათვალისწინებით სასულიერო პირების მიერ პანაშვიდი 11 საათიდან 16 საათამდე და 18 საათიდან 22 საათამდე განუწყვეტლივ აღევლინება. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. იქნება მორწმუნე საზოგადოებას იმის საშუალება, რომ სურვილი შემთხვევაში მოგზანდეს და პატივი მიაგოს მის საფლავს, უშუალოდ საფლავთან მიახლება, ასე ვთქვათ, ხელით შეხება ვერ მოხდება, იმის გამო რომ საფლავი ჯერ მოსაწესრიგებელია, თუმცა მორწმუნე საზოგადოებას ექნება მის საშუალება, რომ მიუახლოვდეს საფლავს და რაღაცნაირად პატივისცემა გამოხატოს. ეს ხდება ძალიან ორგანიზებულად, რიგში, მშვიდად წყალად ყველას შესაძლებლობა მიესწემა, რომ მიიახლოს. ასევე ჩვენ ტაძარში 40 დღის განმავლობაში გადავიხდით პანაშვიდებს, სასულიერო პირები მოვლენ და ესეც ორგანიზებულად მოხდება. ამინდა კიდევ მიუსამძიმრო სრულიად საქართველოს ეს დიდი დანაკარგი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ გუშინ ჩვენ მიწას მივაბარეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდეს და უნეტარესი ილია მეორე და ამიტომ დღესაც ძალიან მძიმე დღეები გვაქვს. მარტში ნაგასაკირთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ 2 ანონიმური ზარი განხორციელდა. ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსროლი იარაღით შეერაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნული. უწყების განმარტებით საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გუშინ დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანი პირის იდენტიფიცირება და მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება განხორციელდა. მათივე ცნობით ამოღებულია რამდენიმე ერთეული მობილური ტელეფონი, ლეპტოპები და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები. სუსში განმარტავენ, რომ არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა, ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით ვანში სოფელ სალხინოში ინდივიდუალური მეწარმე ყველის გადამუშავებას ეწეოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. ობიექტზე აღმოჩნდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი, სულგუნი და ნადუღი. ამავდროულად მზა სურსათი არ იყო ეტიკეტირებული. კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა საჩხერეში სოფელ ჯალაურთაში ფიზიკური პირის კუთვნილ არალეგალურ ყველის საწარმოშიც. ბიზნეს ოპერატორი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. ბიზნეს ოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნეს ოპერატორებს არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უნებლობის მოთხოვნები. ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.